მოგესალმებით მეგობრებო, გადავწყვიტე რომ კიდე ერთი ვიდეო შემოგთავაზოთ და ეს ვიდეო ეხება ციფრულ წიგნიერებას, digital literacy, ციფრული წიგნიერება, რა არის ციფრული წიგნიერება, ამას ახსნი და განმარტავ. პირველ რიგში დავიწყებ რომ სოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, დავოსის ფორუმი ალბათ გაიგიათ, გამოაქვეყნა, რეგულარულად აქვეყნებს და წელსაც გამოაქვეყნა ესეთი ანგარიში, რომელსაც ქვია სამსახურების მომავალი 2025 Future of Jobs Report, ესეთი ანგარიშია 2025 წელს გამოშვებული და ეხება შემდეგი 5 წლის განმავლობაში სამსახურებს ზოგადად, ანუ საქმიანობას, პროფესიულ საქმიანობას რა ბედი ეწევა, ანუ რა პროგნოზები არის. ძალიან საინტერესო დოკუმენტია, მოცულობითია, მაგრამ ღირს მოკლედ რომ მასში ჩაიხედოთ და გაერკვეთ და წაიკითხოთ ამის შესახებ, ხო? ამას ეყრდნობა, ესე იგი, ჩვენ დღევანდელი ვიდეო, თუმცა ამ რეპორტის ანგარიშის წაკითხვა არ დაგჭირდებათ იმისთვის, ამ თემაზე, ციფრულ წიგნიერებაზე რაც წერია, მოკლედ მე შევეცდები რომ ამ ვიდეოში გაგაცნოთ. ეხლა თვითონ სიტყვა წიგნიერებაზე მინდა ერთი წუთი თქვენი ყურადღება მივაქციო, literacy, ანუ ნიშნავს პირველი თავისი განმარტებით წერა-კითხვის ცოდნას. ანუ წიგნიერი ადამიანი, თქვენც იცით, ქართულშიც ნიშნავს ადამიანს, ნიშნავდა, რომელსაც შეეძლო წერა და კითხვა. მერე უკვე წერა-კითხვა, როდესაც ბევრს შეეძლო, წიგნიერება უფრო განათლებულობისკენ წავიდა, მაგრამ პირველადი გამოყენება სიტყვა წიგნიერებისა და literacy-ს პირველადი გამოყენება ინგლისურში სწორედ არის წერა-კითხვის ცოდნა. ანუ ციფრული წიგნიერებას თუ წიგნიერება დაარქვეს, ფაქტიურად გაიგივებულია წერა-კითხვის ცოდნა უცოდინარობასთან. რა, სამი წიგნიერება არის აღწერილი თანამედროვე იმაში, თანამედროვე ლიტერატურაში და კვლევებში, ეს არის ინფორმაციული წიგნიერება, ანუ ძალიან დიდ ნაკადებს ინფორმაციის როგორ მოვერიოთ, მედია წიგნიერება, იგივე სოციალურ მედიას, ტრადიციულ მედიას, ტელევიზიას და ასე შემდეგ, როგორ გაუმკლავდეთ და ეს სწორედ ციფრული წიგნიერება, ხო? ჩვენ ამ ვიდეოში ციფრულ წიგნიერებაზე დავკონცენტრირდით და სხვა წიგნიერებებს დავანებოთ თავი. მოკლედ, სიტყვა წიგნიერება ამ ციფრულთან ერთად გამოყენებული ნიშნავს, რომ ადამიანის უნარი რომ გამოიყენოს ციფრული ინსტრუმენტები, digital ინსტრუმენტები, კომპიუტერი, იმეილი, ჩეთი, ხელოვნური ინტელექტი, ასე შემდეგ, რაც შემოდის, გაიგივებულია წიგნიერებასთან, წერა-კითხვის ცოდნასთან. ანუ თქვენ თუ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან ეწყინებოდა წერა-კითხვის უცოდინარი რო ყოფილიყო, ან ვინმე რო შეხვდეს წერა-კითხვის უცოდინარი ძალიან გაუკვირდება, ზუსტად ესეთი წერა-კითხვის უცოდინარი შეიძლება გახდე თანამედროვე ადამიანი თუ არ აყვები ციფრულ ტექნოლოგიებს. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰიპოთეზა, რომ ეს წარმატების საწინდარი კი არ არის, წერა-კითხვის ცოდნა არის ელემენტარული. ისეთი დრო დადგა, როდესაც არავის ხალხო არ აქვს უფლება, რომ არ შეეძლოს ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება. ეს არის იგივე, რაც რამდენიმე საუკუნის წინ იქნებოდა წერა-კითხვის უცოდინარობა. აი წარმოიდგინეთ, როგორ ჩამორჩებოდა ცხოვრებას წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი, მაშინ, როდესაც უკვე ლიტერატურა არსებობდა, პრესა არსებობდა, წიგნები და რამხელა შეზღუდვა იქნებოდა. ზუსტად ეგეთი შეზღუდვა იქნება დღევანდელი ადამიანისთვის 2025 წელს და შემდგომში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების ვერ შეძლება და ამ უნარების არ განვითარება, ხო? ბოლო 40 წელია მე პირადად ვესწრები როგორ ეწინააღმდეგება ხალხი ციფრულ წიგნიერებას და როგორ ამცირებს მნიშვნელობას. ელექტრონული წიგნები შემოვიდა და ღმერთო ჩემო, ეს არ შეედრება წიგნებს. კომპიუტერი შემოვიდა და ეს ბავშვების სათამაშოა და არ შეიძლებოდა და ცუდი იყო. მობილური შემოვიდა და სულ დააშტერებს. ეხლა ხელოვნური ინტელექტი დაგვაშტერებს თუმცა და ასე შემდეგ და ესე ამართლებს ადამიანი თავის სურვილს, რომ არ აყვეს ამ განვითარებას და დღესაც ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, მაგრამ უფრო მეტი
ზრდასრული და უფროსი ასაკის, რომელიც ეწინააღმდეგება თავის ციფრულ გაწიგნიერებას, ხო? ეს არის გადინოზავრება ხალხო და გადავშენდებით ჩვენ თუ არ ვიქნებით ციფრულად წიგნიერები, ხო? თუ ეს გზა ამ გზას ადგახართ და გინდათ რომ გადაშენდეთ, კი ბატონო გადაშენდით, მაგრამ მე მინდა შევეცადო რომ დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის ბავშვების სათამაშო, ეს არ არის რამდენჯერად ჩემთვის ვთქვამთ, რომ რაღაცაზე მობილურ ტელეფონზე, მობაილ ბანკზე, ქუჩაში დასაყენებელ საბანკო ტერმინალებზე, ბანკომატებზე, იმე მილიონ რაღაცაზე ვთქვამ და ეხლა ხელოვნური ინტელექტზე, TikTok-ზე და ასე შემდეგ, რომ ეს არის ბავშვების სათამაშო, უსარგებლოა, პირიქით მაონეა და ასე შემდეგ. მოკლედ იმდენი სიკეთე მეც ჩემ ოჯახსაც და თქვენ ოჯახებსაც ეყოფა, ესე იგი დიდხანს, ხო? ეს ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებიან თავის განვითარებას ციფრული წიგნიერების მიმართულებით, იმიტომ რომ ამცირებენ და აკნინებენ ციფრულ წიგნიერებას, ფაქტიურად იმ ტოტს იჭრიან, რომელზეც ხვალ უნდა დასხდნენ. თუ გნებავთ ეს ანალოგია. შეიძლება დღეს ამ ტოტზე არ ზიხართ, მაგრამ ხვალ რომელ ტოტზეც უნდა დასხდეთ, ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით, პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ფაქტიურად იმ ტოტს ასუსტებთ და არ ქმნით იმ ტოტს, რომელიც უნდა გახდეს ხვალინდელი წარმატების საწინდარი, ხო? ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ვისაუბროთ რა არის დღეს ეს ციფრული წიგნიერება, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ამ მატარებელს არ ჩამოვრჩეთ. ეს არის ამ ვიდეოს მიზანი და სანამ გადავალთ უშუალოდ ციფრული წიგნიერების კომპონენტებზე და ტექნოლოგიებზე საუბარზე, მინდა მადლობა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. თქვენ შეამჩნევდით, რომ YouTube-ის ჩვენი ვიდეოები რეკლამით არ არის დატვირთული და კლასიკური გაგებით სპონსორებიც არ აქვს. საქმე ის არის, რომ ყველა ჩვენი ვიდეოს სპონსორი, მათ შორის ამ ვიდეოს სპონსორიც არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. ანუ ის კომპანიები და ის ადამიანები, ვინც გვიკვეთავენ და მონაწილეობენ ჩვენ ტრეინინგებში, მათგან მიღებული რესურსით ხდება შესაძლებელი ჩვენთვის ხარისხიანი, უფასო YouTube და სხვა კონტენტის შექმნა და ამისთვის დიდი მადლობა გეკუთვნით ჩვენ დამკვეთებს და ჩვენ ტრეინინგების მონაწილეებს. ინფორმაცია ჩვენ ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ საიტზე flowmaster.g. დაუბრუნდეთ ახლა რა არის ციფრულ ტექნოლოგიებზე დღეს და მე უბრალოდ ჩამოვთვლი სიღრმეებში არ წავალ, მოკლედ გარწმუნებთ, რომ თქვენ გჭირდებათ, რომ იცოდეთ ეს ამბები. მე იმას კი არ ვამბობ, რომ სპეციალისტი უნდა გახდეთ და ტექნოლოგიური, მაგრამ წარმოდგენა თუ არა გაქვს, ეს არის წერა-კითხვის უცოდინარობა. და ამიტომ მოგიწოდებთ. მობილური ტექნოლოგიებით დავიწყებ, ეს არ არის ბავშვების სათამაშო, ეს არის დასაყრდენი ახალი ცხოვრების. ამიტომ რაც ჩნდება ტექნოლოგია მობილურზე, მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული, სმარტფონთან დაკავშირებული, მოკლედ აუცილებლად უნდა აუყვეთ ამ ტენდენციას. გინდათ, არ გინდათ, გაინტერესებთ, არ გაინტერესებთ, ეს იგივეა, რომ ადამიანმა თქვას ბავშვმა, რომ არ აინტერესებს წერა-კითხვა და გაავგიჟდებით და გადავირევით. ალბათ აი ზუსტად ეგეთი წერა-კითხვის ცოდნა არის ეს მობილური ტექნოლოგიები. ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება. არაფერი თუ არ იცით ამის შესახებ და გონიათ, რომ რაღაცა ტენდენციაა და მოდაა, რომელიც გადავა, არსად არ წავა, ამას დაეყრდნობა ახალი რეალობა ჩვენი ყველა სფეროში. ექიმი ხართ, მასწავლებელი ხართ, დიასახლისი ხართ, ყველას დაგჭირდებათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და მანქანური სწავლება, ხო? რობოტები, თვითმართვადი ავტომობილები, დრონები დღეს ყოველდღე გვესმის, ესე იგი ამ მიმართულებით, რომ სულ უფრო მეტ საქმეს აკეთებენ რობოტები, სახლშიც რობოტი მტვერსასრუტით დაწყებული და დამთავრებული სამხედრო დრონებით, ესე იგი, მოკლედ სულ უფრო მეტი გამოყენება აქვს თვითმართვადი ავტომობილებისკენ, თვითმართვადი მოწყობილობებისკენ მივდივართ. ესეც არის ჩვენი ციფრული წიგნიერების ნაწილი. კიბერუსაფრთხოება, ვირუსებია თუ პაროლებია თუ რაღაცები მოგიწევთ ამაში გარკვევა. არ გამოგივათ რომ არ გარკვევთ. ხელოვნების მუშაკი თუ ხართ, მაინც მოგიწევთ გარკვევა. თორე ჩამოგექცევათ თავზე ესე იგი ცხოვრება თუ არ გიქნებათ მინიმალური ცოდნა, ასე ვთქვათ, აი ამ ყველა მიმართულებით. ვირტუალური და შერეული რეალობა, ხო, ვირტუალური სამყაროები, კომპიუტერული თამაშები, ეს მეტავერსი ვირტუალური სათვალეები შემოვიდა, ბევრი რაღაც შემოვიდა, სადაც ჩვენი ნამდვილი რეალობა და ვირტუალური რეალობა არის შეერთებული, ამას ეძახიან შეერთებულ რეალობას. ახალი გარღვევები არის ენერგეტიკაში, ხო?
ბირთვული ენერგიიდან დაწყებული მწვანე ენერგეტიკით, ჰიდროენერგეტიკა მით უმეტეს საქართველოში ძალიან დიდი თემაა, ძალიან ბევრი რამე იცვლება, ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგია შემოდის ამ მიმართულებით. ფინტექი, ანუ ფინანსური ტექნოლოგიები, ბლოკჩეინი არ არის ეს ბავშვების სათამაშო, არ არის ეს IT სპეციალისტების თემები, ეს არის ის, რაც ყველა ჩვენგანს დაჭირდება, ხო? კოსმოსური ეკონომიკა, იცით რომ ესე იგი ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება, ადამიანი ბრუნდება მთვარეზე, კოსმოსის ათვისება მიდის გაათმაგებული ტემპით, მარსის კოლონიზაციაზეა საუბარი, სხვა პლანეტების შესწავლაზე და ასე შემდეგ. ესეც არის ჩვენი ახალი ციფრული რეალობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. კვანტური კომპიუტერები, მოკლედ სერიოზული ტენდენცია მიდის, ასე ვთქვათ, ამ კვანტური კომპიუტერების განვითარების მიმართულებით, ბიოტექი, მედტექი, ყველა სფეროში შევიდა ეს ტექნოლოგიები და ციფრული წიგნიერება. ამიტომ მე ახლა ამ ვიდეოს ამოცანა არ არის, რომ თქვენ შეგასწავლოთ ამ ვიდეოს ამოცანა არის, რომ აი შეხედოთ ამ ჩამონათვალს და თუ არ გეცნობათ რაღაცა, აუცილებლად დაიწყეთ მინიმალურ დონეზე რაღაცა განათლების მიღება, ხო? ეხლა პრაქტიკულ რჩევებზე გადავიდეთ. რა გავაკეთოთ პრაქტიკულად? პირველ რიგში ეს ვიდეო თუ მოგწონთ და ნერვები თუ არ მოგიშალეთ ზედმეტად, დაალაიქეთ ჩვენც და YouTube-იც ამით ვხვდებით როგორი ვიდეოები გინდათ მომავალში რომ შემოგთავაზოთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ ეს ვიდეო მოგწონთ ყოველ კვირაში ვაქვეყნებთ ახალ ვიდეოს და არხი თუ გექნებათ გამოწერილი არ გამოგრჩებათ ჩვენი ვიდეოები. ეხლა რა ვქნათ პრაქტიკულად ციფრული წიგნიერების მიმართულებით. პირველი, უნდა ვაღიაროთ რომ ციფრული წიგნიერება არის მართლა წიგნიერება და თქვენ თავს უნდა გამოუწყდეთ რომ სირცხვილია და კრიტიკულია წარმატებისთვის რომ თქვენ დრო და ენერგია დახარჯოთ ამ მიმართულებით. ამას თუ აღიარებთ, მეორე ნაბიჯი იქნება რომ ყოველ დღე და ყოველ კვირა უნდა გამონახოთ დრო აუცილებლად რომ ამ მიმართულებით განათლდეთ. არ შეიძლება ხანდახანდა წელიწადში ერთხელ არ კეთდება, ყოველდღიურად ძალიან დიდი ცვლილებებია, ხო? ამის შემდეგ თუ გამონახავთ ყოველ კვირა და ყოველ დღე დროს, მერე უკვე დაკონცენტრირდით, დააპრიორიტეტეთ, რომელი ტექნოლოგიებია თქვენთვის ყველაზე მეტ პროგრესს შეიძლება მიაღწიოთ თქვენ საქმიანობაში ყველაზე მეტად რაც ჭირდებათ, იმიტომ რომ ყველაზე რთულით კი არ უნდა დავიწყოთ, უნდა დავიწყოთ ყველაზე ადვილით და სასარგებლოთი რომ შედეგები გქონდეს და მერე ეს მოიტანს მოტივაციას შემდგომი ინვესტიციების მიმართულებით. მარტო არ დაადგეთ ამ გზას, შემდეგი რჩევაა რომ იპოვეთ თანამოაზრეები და ერთმანეთს შემოუძახეთ, როგორც ვარჯიში უფრო მარტივია ჯგუფურად, ასევე განვითარება და სწავლა უფრო მარტივია ჯგუფურად და თქვენ კოლეგებს, მეგობრებს მოკლედ შემოუძახეთ და წაახალისეთ ერთმანეთი ამ რთულ გზაზე. ადვილი ნამდვილად არ არის და გაზომეთ შედეგები, მიაქციეთ ყურადღება, გამოთქმა არსებობს, რომ რაც იზომება, ის ვითარდება. ანუ თქვენ უნდა ხედავდეთ კონკრეტულ პროგრესს, ხედავდეთ კონკრეტულ ინვესტიციას და კონკრეტულ უკუგებას და ამ შემთხვევაში ეს თქვენი ციფრული წიგნიერება გახდება რეალური ამოცანა და დაიწყებს ზრდას წინა მიღწევებთან შედარებით ყოველ კვირაში უფრო წიგნიერი უნდა ვიყოთ ციფრული გაგებით ვიდრე წინა კვირაში და თუ ფიქრობთ რომ მარტო უფროსი ასაკის ადამიანებს ველაპარაკები ესე არ არის, ჩვენ ვხვდებით ძალიან ახალგაზრდა ადამიანებს, რომელსაც ამ ჩამონათვალიდან ნაწილი საერთოდ არ გაუგიათ და წარმოდგენა არ აქვთ რა არის, ანუ ნებისმიერი ასაკის ადამიანს მოგმართავთ ამ ვიდეოში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად უფროსი ასაკის ადამიანებს ვიდრე ახალგაზრდებს, იმიტომ რომ იმათთვის უფრო ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ეს ციფრული წიგნიერება, ვიდრე შეიძლება იყოს ჩვენთვის. ეს არის რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.